დღის სხვა თემებით განვაგრძობთ გამოშვებას. რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს ფესტივალი ქართული საფესტივალო სივრცე რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ კულტურის მინისტრთან თინათინ რუხაძესთან და რუსთავის დელეგატთან ირაკლი შატაკიშვილთან ერთად გახსნა. ფესტივალის საკონცერტო ნაწილი დღეს საღამოს 8 საათზე კახაბერისა და ხანუმებისა და ანსამბლ სალხინოს კონცერტით გაიხსნება. რუსთავის ქორეოგრაფიული ფესტივალი 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 26 ანსამბლი მიიღებს მონაწილეობას. მთელი საქართველოდან სხვადასხვა რეგიონებიდან არიან ხალხური რეწვის, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები წარმოდგენილი და ძირითადად ეს პროფესიები სახელოვნებოა და ის რომ კულტურულ ინდუსტრიებს შეუწყოთ ხელი და მეწარმეობას შეუწყოთ ხელი, მათ შორის ვნახე რომ მართლა ბავშვიც და დიდიც არის ჩართული, ეს არის ცალსახად მისასალმებელი. შეგიძლიათ რომ 10 დღის განმავლობაში ეწვიოთ და მიიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში. ფესტივალი ქართული არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იქიდან გამომდინარე რომ ქორეოგრაფიის ხელშეწყობისთვის ეს ფესტივალი ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს, მასში მონაწილეობას ამ წელს უკვე დაახლოებით 3000-მდე ახალგაზრდა მიიღებს. ქართული კულტურა და ქართული ხელოვნება ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მიმართულება, რის რაც ამტკიცებს ჩვენს თვითმყოფადობას და მაიდენტიფიცირებელი არის ჩვენი ქართველობისა მთელს მსოფლიოში და ის რომ ვიზიტორთა რაოდენობა არის ხოლმე 10000-ობით და ეს გამორჩეულად ბევრი, სწორედ იმას ადასტურებს, რომ ჩვენი ქართველების დამოკიდებულება ჩვენი ხელოვნებისა და კულტურის მიმართ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.